შემთხვევაში, მშვიდობის მიღწევის შემთხვევაშიც შაუბნელი მომავალი აქვს და ომის გაგრძელების შემთხვევაში ხო საერთოდ სანქციები კიდევ უფრო და უფრო ძლიერი ხდება და არ დაგვაუშვეს თან ეხა ბაიდენის ნაცვლად ტრამპი არის მოქმედება ტრამპი არის აი ამერიკელი კოუბოი რომელსაც არ უჭირს კოლტის ამოღება მიაწება პუტინს აბარა კაბურიდან ხო ამიტომ აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ პუტინს რომელიც პუტინს და ბიძინას და რა ვიცი ოცნებას რომელიც ძალიან ზეიმობდნენ ტრამპის მოსვლას რა ვიცი მე მგონი საზეიმოდ არ აქვს საქმე იმიტომ რომ ის ხასიათის მატარებელია ტრამპი რომელსაც ესეთი ქლესა ადამიანები როგორც ბიძინა ივანიშვილია და გაიზვერა და გარეწარი ადამიანი და პუტინია ტრამპის ხასიათთან საერთო ენას ვერ გამონახავ. ვერ გამონახავ, გეთანხმები დააჩოქებს მაგათ, ან აიძულებს რომ დაიხიონ უკან. შეხედოთ ბიძინა ივანიშვილი და საქართველოში რუსეთი და ბიძინა ივანიშვილი ჩვენი დასაჩოქებელია, იმიტომ რომ ჩვენ არავინ არ უნდა დაგვასწროს მე მესმის და ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკის დახმარება, ოღონდ ბიძინა ივანიშვილმა უნდა დაიჩოქოს და ოცნებამ ქართველი ხალხის წინაშე. ქართულმა ხალხმა ეს დაიმსახურა თავისი ბრძოლით და ჩვენ აუცილებლად დავაჩოქებთ ბიძინას. ბიძინა არც წასვლელი არ აქვს. ბიძინა ეხლა სადღაც დღეს ინფორმაცია იყო, რომ ცდილობს ოფშორებიდან თავისი ქონება საქართველოში გადმოზიდოს. და ბიძინამ რო იწოდეს საქართველოს მისთვის არის უძიდესი ხაფანგი. გეთანხმები სხვა შეიძლება. ამიტომ ის ეხლა რასაც აკეთებს ამ ხაფანგში ეზიდება თავის ქონებას. ნაძარს ქონებას. და თვითონაც იმდენად ჩაეფლო ამ ჭაობში რომ ის აქედან ვერსად ვერ წავა. და ის აუცილებლად საქართველოს ციხეში დაამთავრებს თავის ესე ვთქვათ ბართა გენიალურად ზუსტად გაშივრე მეც მაგას ვფიქრობ იცი დიდი შესაძლებლობა დაუშვა რომ აქ აგადმოზიდა ყველაფერი და მართლაც უნდა დაამთავროს მაგაცი ნუ ეხა ეს არის ადამიანი რომელმაც ვერსად ვერ მოახერხა თავისისთვის უსაფრთხო კუნძული შექმნა ხო მოკიდება ვერ შეძლო საფრთხე მაინც ასულიყო ყოფილიყო იქ არა როგორ წარმოგიდგენით ხო ბიძინა ივანიშვილი ფრანგ მეზობელთან საერთო ენას როგორ გამონახავს ეხა მითხარით მთელი უბედურება ის არის რომ როცა ადამიანი შინაგანად ბოროტია და სხვანაირად არ შეუძლია ის იქაც ესე მოიქცევა ეხლა შეიძლება სხვა მასშტაბებით დაეშავებინა მაგრამ აუცილებლად დააშავებს იმიტომ მას სხვანაირად არ შეუძლია ცხოვრება ეხლა მან ერთხელ მე არ ვიცი როდის და რატო დაუცდა ფეხი მაგრამ მას შემდეგ მისი ცხოვრება არის სხვებისთვის ცუდის კეთების გზა მაშინაც კი როცა ის თითქოს სიკეთეს რო აკეთებს მაშინაც კი ბოროტებას აკეთებს ის სახეობები და ის ხელოვნების მუშაკები თითქოს რომელსაც თითქოს და მე დაეშვიდობა ხო ეხმარებოდა იმათაც კი ძალიან ცუდი საქმეები უკეთა ამ თავისი ეგრეთ წოდებული ქველმოქმედებით ფაქტიურად მორალურად გაუბედურებულები დატოვა ისინი რომ აღმოჩნდა თურმე მათი დამსახურების გამო კი არ ეხმარებოდა ვინმე არამედ მათში პოლიტიკურ კაპიტალს ხედავდნენ და იაფად კიდულობდნენ მათ პოლიტიკურ კაპიტალს კი პოლიტიკურ კაპიტალი ყველაფერშია ომშიც კი შეიძლება იყოს პოლიტიკური კაპიტალი და მისი კაპიტალიზაცია ხდება შემდგომ რუსებმა ეს ძალიან კარგად იციან ხო მე აქედან გამომდინარე ზუსტად ეს იყო პირდაპირ ინვესტიცია და იაფად გაჭირვებული და ამშეული ქართული ინტელიგენცია და ხელოვნების მუშაკები ბიძინა ივანიშვილმა ისარგებლა მათი ამ მდგომარეობით და იყიდა როგორც პოლიტიკური კაპიტალი და მორალურად გაანადგურა ისინი ფაქტიურად თავისი ბოროტის საქმებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგობის საბრძოლოდ მან ეს კაპიტალი გამოიყენა მნიშვნელოვნად ის რომ დღეს ვიღაცა მას მომხრე ყავს ამ კაპიტალით ყავს ეს მომხრეები აი ამ კაპიტალზე ზის დღემდე როცა როგორც ქველმოქმედი პოზიციონირებდა ამიტომ ეს ბოროტი ადამიანია რომელიც როცა სიკეთეს აკეთებს როცა თქვენ გონიათ რომ სიკეთეს აკეთებს ის იმ დროსაც კი ბოროტებას ჩადის ეხლა რომ